დრო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხს განიხილავდნენ. დილიდან უსმენდნენ ვიქტორ დოლიძეს, ასევე კომისიის წინაშე წარსდგნენ კონსტანტინე ჟღენტი. დღესვე პატიმრობაში მყოფ გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიესა და მამუკა ხაზარაძეს ონლაინ ჩართვა შესთავაზეს, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა ამჯერადაც უარი თქვეს. თუკი გუშინ საღამომდე ცნობილი იყო, რომ დღეს გადაბარებული ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ნიკა გვარამია წერილობით წინასწარ ვიცოდით მკაფიოდ, რომ უარს აცხადებდნენ პენტენციურ დაწესებულებიდან ჩართვაზე. ბატონმა გიორგი ვაშაძემ დრო ითხოვა თავის დროზე, როცა პენტენციურ დაწესებულებაში შეტყობინება ჩაბარდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ შეტყობინების პროცედურა ბატონ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით ბევრად ადრე დავიწყეთ, ვიდრე მას ხელთექნებოდა განაჩენი და პენტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ მან არც ერთხელ კომისიის წარმომადგენელს, საქართველოს ფოსტის წარმომადგენელს კარი არ გაუღო. თუმცა უკვე პენტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მან ჩაიბარა შეტყობინება და ითხოვა დრო ფიქრისთვის. დღეს დილით მან საბოლოოდ წერილობით განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩვენს კომისიაზე ხდომის ფარგლებში ჩართვას. ჩვენს ხდომის ბოლოს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მოექცევთ ამ სამ პირთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე უკვე ვიცით წერილობით და ცალსახად თუ არის განაცხადეს. ძალიან ყურადღებით უსმენდი თქვენს დისკუსიას და შეხვედრას ჩემს უმცროს კოლეგასთან ბატონ ვიქტორთან. და მე მინდა ბატონ ალუდას უთხრა ერთი რამე. თუ შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ. თქვენ საქართველოზე ილაპარაკეთ, ქართველებზე ილაპარაკეთ და მე თქვით, ხო, მანამდე თქვით, რომ მოდი სიმართლე ვილაპარაკეთ, თავარი ის არის, რომ ყველაფერი ითქვასო ეხლავად. და მე იკითხეთ, რომ ხო მიციან ეს იქო. უკაცრავად ბატონმა ალუდა, მაგრამ არ იციან. 90 არ ვიცი, ხე პროცენტებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი გამოცდილება 33 წლიანი გამოცდილებიდან რაც მე შეხვედრილი ვარ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და ამათ, აი რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოსზე, რაც ჩამოთვალეთ ჩვენ მეზობლობაზე, მეგობრობაზე, არიციან და ძალიან დიდ ბოდიში არც აინტერესებს უმეტესობას გაიგონეთ. ეს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ეს არის რეალობა. და ჩვენ ანუ რისი თქმა გინდათ მაპატიეთ, რომ ჩაგეჭერით რომ ზემოდან გვიყურებენ? არა, ზემოდან კი არ გვიყურებენ, უბრალოდ თავიანთი განათლების პერიოდში საქართველოსზე ინფორმაცია არ აქვს იმდენი, რომ აი ესე იცოდნენ ეს ქვეყანა რას წარმოადგენს. ერთი მაგალითი მინდა გავიხსენოთ ძალიან მოკლედ. 92 წელს ჯერ სულ ახალი ბატონო ნახეთ შეგაწყვეტინებთ რადგანაც მე მომართეთ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ ქალბატონმათიან დასვას საკითხი და თქვენი პასუხი იყო, რომ არიციან, ანუ იმ პერიოდში მათი განათლება და შესაბამისად საქართველოსთან დაკავშირებით არიციან. მაშინ ლეგიტიმური და ბუნებრივი კითხვა ჩდება. ანუ ეს ვინ უნდა გააგებინოს? ხო, რა ვიცი, ჩვენი მუშაობაა საჭირო ალბათ მთლიანად. ხო, რელევანტური კითხვა ქვეყნის მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებში და ისეთ, მაგრამ ნუ აქ მივალ მე იმ საკითხთან, რომ ანუ აქ თავარი რა არის ქართველმა ხალხმა ქართველი ხალხი ამ დიად მიზნებს და ჩვეულებას და კულტურას, რაც მე ვახსენე, აქ ხო არაფერი არ არის სადაო და ტყუილი ან რაიმე ფაქტობრივი უზოსტობა ხო არსი არის? არანაირი. მაგრამ მაგაშია საქმე, ეხლა რა რისი თქმაც. ანუ ვინ უნდა გააგებინოს იმას? ეხლა რისი თქმაც მინდოდა, ერთ მაგალითს მოვიყვან. 92 წელს საერთაშორისო კონფერენცია გამართეთ პირველი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მოწვეული იყვნენ ამერიკელებიც, რუსებიც იყვნენ სხვათა შორის და იქ ჩამოსული იყო აზგარდაცული, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოვეტოლოგი და კრემლინოლოგი, ასე ვთქვათ, ბატონი რიჩარდ პაიფსი. ჰარვარდის პროფესორი მეუღლესთან ერთად იყო, რომელსაც საკმაოდ კაი წიგნები აქვს დაწერილი, ისეთი ძლიერი და ერთი ქართულადაც არის ნათარგმნი,
საკუთრება და დემოკრატია ქვია. და ის რიჩარდ პაიფსი შეესწრო ჩვენ დისკუსიას რუსებთან. იქ კორტუნოვი იყო და სხვები, ვინც ეხლაც აქტიური პოლიტოლოგები არიან და ძირითადად აფხაზეთის საკითხზე და აი ტრაქტატის საკითხზე ასე ვთქვათ, უკაცრავად დავეჯახეთ ერთმანეთს და ყველაფერი ამის მოსმენის მერე საღამოს ვახშამზე ესეთი რამე გვითხრა. ერთი ორი ჭიქაროდალი. ერთ რამეს გირჩევთო რა. როდესაც დასავლელებს და განსაკუთრებით ანგლოსაქსებს ელაპარაკებითო, აი დღეს რაც თქვენ ელაპარაკეთ აფხაზეთზეო, რომ აფხაზეთი ჩვენია, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენი მიწაა, იმიტომ რომ იქ ჩვენი სისხლის ყივილია, იმიტომ რომ იქ ჩვენი წინაპრების ძვლებია. აი ესეთ რამეებსო, მანდამაიც ნუ ეტყვითო, იმიტომ რომ ვერ გაიგებენო და თუ გაიგებენო პირველ რიგში მაინც ინტერესს დააყენებენ პოლიტიკურს ან თავის ქვეყნის ინტერესს ან თავის პოლიტიკურ ინტერესსო და ამიტომ როცა იმათ დაელაპარაკებით ეცადეთო რომ ეს ამით კი არ დაიწყოთ ლაპარაკი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკოთო ინტერესი რა აქვს თქვენს ქვეყანას და ნუ აი ეს რისი ნაკლებობასაც მე ვხედავ კი ითქვა აქ და ძალიან სწორად ითქვა რამდენიმე გამოსვლაში თავარი ინტერესია და რატო ხდებიან ისინი ისე იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული რომ იმიტომ რომ მათი ინტერესი ემთხვევა იმათ ინტერესს იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს და არა ქვეყნის ინტერესებს და ამათ კიდე უნდათ რომ ყველა საშუალებებით ოპოზიციას გულისხმობ თავისი ინტერესი გაატარონ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ესე მარტივად არავინ არ ლაპარაკობს, წიაღშულებს ეძებენ ხოლმე და ამ დროს ეს არის ინტერესი ერთი მხრიდან და ინტერესი მეორე მხრიდან. ემთხვევა მათი ინტერესები ერთმანეთს და ამიტომ ის ყოველთვის იმას უფრო მოусმენს და პირიქით ტყუილიც რომ თქვას და შავზე თეთრი იტყვის რომ კი ბატონო მე იმას ვეთანხმები, იმიტომ რომ ის ჩემი ინტერესის გამტარებელია. ეს არის მე მგონი რომელიც არის ძირითადი და მე ამას მოყვება დანარჩენი ყველაფერი რაც ითქვა მე საერთაშორისო ორგანიზაციებში არ მემუშავეა ვიკას უკაცრავად ბატონი ვიქტორისგან განსხვავებით ჩვენთვის ყოველთვის ვიკა იყო ხო ამიტომ ელჩობიდან გამომდინარე და ერთი პერიოდი ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოცდილება მაქვს თანამშრომლობის, როცა ვიყავი საგანგებო დავალებათა ერთში კონფლიქტებში, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხებში. მაშინ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ხვდებოდით აფხაზებს, ოსებს საქართველოში, უცხოეთში და იქაც განსაკუთრებით ეს არასამთავრობოების პოზიცია და მათი თანხwebdriver უცხოელების პოზიციასთან. იმიტომ რომ იცით რა აზროვნების მიმართულება აქვთ ერთი. აი უცხოელებს ისინი არიან ლიბერალ-ტირე გლობალისტები, რომლებიც კოლეჯში ესე სწავლობდნენ, უმაღლესში ესე სწავლობდნენ. მათთვის ყოველთვის თავარი იყო რომ ერის სახელმწიფოს, ანუ ეროვნული სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს როლი თანდათან ქრება და ის კი არა ბატონ ფუკუიამას მე მგონი გონია რომ საერთოდ გამქრალია უკვე და საერთაშორისო ორგანიზაციები რეგიონული დონის იქნება თუ საერთაშორისო დონის იმათ ხელში იქნება ყველაფერი არასამთავრობოებთან ერთად. და ეხლა რაც მოხდა ბოლოს აი დარტყმამ გეოპოლიტიკურმა რომელიც აი ეს მათი ეს შეხედულება აბსოლუტურად წაშალა პრაქტიკულად. აი იმიტომ არიან ესეთ სუდღეში ცალკეულ ქვეყნებში თუ იგივე ეს ევრობიუროკრატები. იმიტომ რომ რასაც მთელი ახალგაზრდობა სწავლობდნენ, რასაც ასწავლიდნენ 90-იან წლებში ერთი 4 წიგნია გამოსული სათაურით საერთაშორისო ურთიერთობების გლობალიზაცია, რომლითაც ოქსფორდში მაგალითად პირდაპირ დაიწყეს ამით სწავლა. მე და ცხონებული ალექსანდრე რონდელი ვიყავით ერთხელ იქ და აი პირდაპირ შევხვდით იმ ავტორებს, ვინც დაწერეს ეს წიგნი. საერთაშორისო ურთიერთობის გლობალიზაცია. იქ პირდაპირ იყო ლაპარაკი რომ რა არის სახელმწიფო, რა საქართველო, რა ასე ვთქვათ უნგრეთი და იქ ისეთ ქვეყნებს ვიძახი, სადაც აი ეს ისევ ტრადიციები და ისევ თავიანთი ეროვნულობა და თავისი წინარი წამოწეული. ეს ყველაფერი წაიშლება და წინ წამოვა
სოფლიო მთავრობამდე მივალთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების და იმის მეშვეობით. ეს არაფერი არ გამართლდა. უკან მიდის ეს პროცესი. უკან მიდის არა მარტო ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში, არამედ ვიქტორმაც თქვა რა ხდება საფრანგეთში, რა ხდება გერმანიაში და ევროპის წამყვან ქვეყნებში ხდება ესეთი ავსტრიაში მემარჯვენეები თქვა ჰოლანდიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ როგორც ნაწილი, როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც აუცილებლად ნაწილი ვართ ამ გლობალური პროცესის და თან ვართ უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და თან ზუსტად საზღვარზე აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, ევროპასა და აზიას შორის. ქვეყანა, რომელსაც შეთვისებული გვაქვს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე რაღაცეები, მოდით ესე ვთქვათ, როგორც კარგი, ისე ცუდი, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ჩვენ დასავლელობას პირველ რიგში განაპირობებს და საკმაოდ ძლიერად ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი რელიგია და ჩვენი რწმენა, ჩვენი თორე დანარჩენები ტრადიციებს რო შევხედოთ ჩვენსას, რაც მაგალითად ბატონ ჰანტინგტონს გამოყოფილი აქვს ცივილიზაციურობაში. ეს არის კულტურა, ეს არის ტრადიციები, ადათ-წესები, მუსიკა, ხელოვნება და ის ქართულს რო გადავხედოთ, ძალიან ბევრია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური. ეს ხელს არაფერში არ გვიშლის. რომ ვიყოთ მისწრაფება გქონდეს დასავლეთისკენ და ევროპისკენ, მაგრამ ის ტრადიციები, რომელიც აი ჩვენ ხელოვნებაში გამოიხატება, აღმოსავლური და სხვათა შორის კარგი იქნება თუ იგივე დიპლომატიაში აღმოსავლურს ცოტა მეც უფრო დაფიქრებულს და უფრო ზომიერს და უფრო ისეთ პოლიტიკას აწონ-დაწონილს უფრო შევხედავთ ვიდრე დასავლურს. მე მგონი კარგი იქნება. აი ეს თქვენი დისკუსია ბატონ ვიქტორთან, აი ეს რაღაცები, ეს საკითხები იქ გამოჩნდა და ვიქტორმა შეეცადა თავის გამოცდილებიდან ესაუბრა ამაზე. რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციას და აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ოპოზიციის წევრების კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ახალი არაფერი გაუგიათ სოციალურ ქსელში წერს პეტრე ცისკარიშვილიც, სადაც ვკითხულობთ. არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტი, მეხუთე პრეზიდენტია თუ სათითურებიანი შულერი. ცისკარიშვილი გამოეხმაურა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ პასუხი ყველაფერზე არის ერთიანობა და გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერის სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. კირჩის წევრის ალექსანდრე რაქბიაშვილი ამ გამოსავლებთან დაკავშირებით ინტერესდება თუ როდის მიხვდება 4-ის, 5-ის, 9-ისა და 25-ის ამორჩეველი, რომ ბრძოლის ნაცვლად იაფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას. რაქბიაშვილმა აღნიშნული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვერდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ კაფეობა და ჭირდებათ სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. ამიტომაც ყოველგვარი მოკიდვის გარეშე მე ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილის სათქმელი უნდა ითქვა კაფეოდ და უნდა ითქვა ცხადად საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ითქვა, რომ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი, დანიშნავს ბიზნესმენის თამაში წესობით თამას. აუცილებელი ერთიანობა საქართველოში. და იმიტომაც ალბათ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას და არ მიიღებს მონაწილეობას იმ ცრუ არჩევნებში, რაც უნდა ჩატარდეს. ლელოს არ აქვს ნამდვილად ჯერ განცხადებული და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. მე ვიზიარებ აბსოლუტურად სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაცა გზა, რაღაცა სამოქმედო გეგმა ერთიანი და როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ გამოიკვეთოს რა ბრძოლის გზაზე აპირებს, რომ დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს ასრთა სხვადასხვაობა.
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს ასრთა სხვადასხვაობები და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი პარტია ყოველთვის იქნება შორს რაიმე რევოლუციურ რადიკალურ სცენარებთან და სცენარებისგან, რომ მარტივიზმის გამო ნებისმიერი ტიპის რევოლუციური რადიკალური სცენარები ემსახურება მხოლოდ მტრის ინტერესს. მე პირველი დღიდან ვამბობ, რომ არჩევნებში იღებს ჩვენი პარტია მონაწილეობას და როდესაც ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ნეიტრალური არაპარტიულ კანდიდატებზე მოხდეს შეთანხმება ქალაქების მერობის კანდიდატებს. ეს რევოლუციების ძახილი და ასე შემდეგ არ შეიძლება იყოს ჩათვლილი როგორც რაღაც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. იმდენად არა პროგნოზირებადი იყო მათი ერთობა, რომ ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა გამონათქვამებს იყენებდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ახლაც ჩანს, რომ ის ხელოვნური იყო. საკმარისია ისინი ერთმანეთს რაღაცაში ვერ დაეთანხმდნენ და უკვე მართალია იმ უზდელ სიტყვებს აღარ იყენებენ და არაკორექტულ სიტყვებს აღარ იყენებენ, მაგრამ შულერიც არ მგონია ძალიან კაი მახასიათებელი იყოს შენი პოლიტიკური პარტნიორისთვის. 24-ის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც სალომე ზურაბიშვილთან ყოველთვის იქნებოდა კონფლიქტი, პრობლემა და ეს ადამიანი იქნებოდა არა გაერთიანების, არამედ გახლეჩვის სიმბოლო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს უცხოეთის მიერ გადაწყდა პატრონების მიერ აქაური აგენტურის, რომ ეს უნდა ყოფილიყო მათი იდეური ბელადი და ჩვენ ნახეთ ის, რაც ნახეთ, ხან უჩვენენ ზურაბიშვილს და ჩამოაგდებენ ხოლმე ტრიბუნიდან და ასე შემდეგ. ასე რომ გასაკვირი ეს არ არის. გასაკვირი ის იქნება საერთოდ ამ ხალხთან რამე ერთობაზე, რომ არა მხოლოდ ისაუბროს, არამედ შექმნას. ერთიან განცხადებას ვერ აკეთებენ და ბუნებრივია, რომ ერთობაზე იქნება საუბარი. ელენე ხოშდარია ოპოზიციისგან სიცხადეს მოითხოვს და აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს თუ ყველა ოპოზიციური პარტია ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. მისი თქმით, ეს ხელისუფლება სჭირდება. ხოშდარიას განცხადებით, მისი ძირითადი სურვილია ოპოზიციაში შედგეს ერთობა, რეჟიმთან არ თანამშრომლობის იდეის გარშემო ეგრეთ წოდებულ არჩევნების დელეგიტიმაცია მოხდეს და პროტესტი გაძლიერდეს ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით. მის მოწოდებას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მელენი ხოშტარიას შიმშილობა სარკეში ახედებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ წარმოუდგენია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა შესაძლებელია რეჟიმის თამაშის წესებისვე. ამიტომაც ეს არ არის არანაირი ან შანტაჟის ენა, ეს არის პირიქით კიდევ ერთი მცდელობა იმისი, რომ ყველა ადამიანმა ოპოზიციურ ფლანგზე გააცნობიეროს, რომ დღეს არ არის არანაირი პარტიული ინტერესის დრო. დღეს არის თავარი ამოცანა ამ ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. წოდება შეწყვეტას შიმშილობა. ეს თქვა ჰუმანიტარული ნაწილი, რომ შეფასება გითხრათ. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ ოპოზიციას აიძულოს რაღაც ქმედებისკენ, ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს ოპოზიციას, არათუ არა ასუსტებს რეჟიმს, არამედ პირიქით ამ რეჟიმს ეხმარება. შიმშილობა მიმართული იყოს არა ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცა მოთხოვნით, არამედ თვითონ ოპოზიციის შიგნით რაღაცების გადასარწმუნებლად, ასეთი რამ არათუ მინახავს, არც მსვედი. და იმიტომ ვამბობ, ხან-ხან გონიათ ხოლმე, რომ აქ რაღაცა რადიკალურად მიუგები რაღაც საკითხს, რაღაცა ეს პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ვაკეთებ. არასერიოზული ხალხია, მართლა არასერიოზული და არათანმიმდევრული ხალხი. კახაკალაძემ საზოგადოებას 2019-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიეცადა ინფორმაცია. პრეზენტაციაზე კახაკალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართობის დაკანონებისა და კოოპერატიული ბინადრმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს. აქ კახაკალაძის ინფორმაციით 2018 წლის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კი ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. კახაკალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გარდა დამსწრე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაღების შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის პარლამენტის დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. არასდროს ჩვენ მოქალაქეებს არ დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, ყოველთვის იქნება თანადგომა, თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ ისე განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა, ისე წავიდეთ წინ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს და ნაკლები ოჯახი იყოს ქვეყანაში, ვისაც მუნიციპალიტეტის მხრიდან, მთავრობის მხრიდან ჭირდებოდეს მხარდაჭერა. საბავშვო ბაგაბაღები. ყველას ყავს შვილები, შვილიშვილები და დამეთანხმებით თუ როგორი სტანდარტი არის შემოღებული საბავშვო ბაგაბაღების მიმართულებით. როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი სისუფთავე, როგორი კვება, როგორ არის მოწესრიგებული ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი თუ რა მასშტაბის ღონისძიებები განხორციელდა გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქის მერის მიერ კახაკალაძის ხელმძღვანელობით დღეს მოვისმინეთ პრეზენტაცია ჯანდაცვასთან, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. თქვენ ნახეთ, რამდენ ადამიანს ემსახურება, რამდენ ადამიანს ეზრუნავს დედაქალაქის მერია 100,000-ობით თბილისელი სარგებლობს ყოველწლიურად უამრავი მომსახურებით, იქნება ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში. ასევე ნახეთ, როგორია შედეგები საბავშვო ბაღების მიმართულებით. ყველა მიმართულებით დედაქალაქის მერია არის ძალიან წარმატებული. ყველა მნიშვნელოვანი არის ზოგადად ის პერიოდული ანგარიშები, რომელსაც თბილისის მერი აბარებს თბილისის მოსახლეობას და მთლიან საქართველოს და ჩვენ მოვისმენთ დღეს ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახაკალაძე მისი მერობის პერიოდში და მართლაც ეს არის, ასე ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და ევროპული დედაქალაქი. ყველა ეს თემები, რაც დღეს იყო საუბარი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალურ მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ქვია ჭეშმარიტი ევროპა ჩვენი გაგება.